მოგესალმებით, მედია კავშირი ობიექტივი აგრძელებს მაუწყებლობას. თქვენ გვისმენთ რადიო ტალღაზე FM 105.0-ზე, ხოლო ჩვენი გადაცემის ნახვა შეგიძლიათ მის სამარცზე ობიექტივი.net. დღევანდელი გადაცემას უძღვები მე ლალი ბარძიმაშვილი. დღევანდელი გადაცემა ეძღვნება ყველასათვის საყვარელ მსახიობს ერისკაც გამორჩეულ ადამიანს ზურაბ ქაფიანიძეს. სტუდიაში მისი დები არის სტუმრად ქალბატონი ნელი ქაფიანიძე, ენციკლოპედიის მეცნიერებათა სამეცნიერო რედაქტორი, ეკონომისტი მარინა ქაფიანიძე. გამოვაცხადებ ჩვენი ტელეეთერისა და რადიოეთერის ნომრებს დაგვიკავშირდით გადაცემის მსვლელობისას 2-14-40-86 2-18-13-52. ძალიან სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა რადიოეთერში. ჩვენ გვაკავშირებს ახლონათესაური ურთიერთობა საერთო ძირებით და თქვენი ოჯახი გამოირჩეოდა ქართული სიდარბაისლით, განსაკუთრებული ზნეობით, სტუმართმოყვარეობით, სუფევდა საკმაოდ გამორჩეული და ჯანსაღი გარემო და ატმოსფერო. აი ასეთ გარემომშვა ზურაბ ქაფიანიძე გამორჩეული პიროვნება და მე ძალიან მომეწონა ერთი ფრაზა მისი დაკრძალვისას ნათქვამი გაჟღერებული ქართულად იცხოვრა და ქართულად წავიდა. რას ნიშნავს იცხოვრო ქართულად? დღეს ამას შევეხებით აუცილებლად და პირველი კითხვა რაც თქვენთან მექნება ნელი ის მუშაობდა შუმეროლოგიაზე, ქართული ანბანის კავშირზე შუმერულთან და აქვს მეტად საინტერესო კვლევები, აღმოჩენები. ბოლო დროს თითქმის გატაცებული იყო სამეცნიერო საქმიანობით და მთავარ ინტერესადაც ეს იქცა. მე დავესწარი მის ლექციას, როცა იყო მისი წიგნის წარდგენა, ანუ პრეზენტაცია, ეს იყო რაღაც საოცრად გამორჩეული კვლევა, ძალიან საინტერესო და რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით? რამ გამოიწვია ყოველივე ამით დაინტერესება და რა სიახლეები და აღმოჩენები? მასწავლებლით დაიწყე ანიკო. გარდა იმისა, რომ ჩემი ძმა იყო მსახიობი, ნამდვილად ჰქონდა ეს სერიოზული გატაცება ამ ანბანით იყო დაინტერესებული და ერთი პერიოდი ჩააბარა უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა. რა თქმა უნდა, რომ შეისწავლა ის რაც თვითონ აინტერესებდა, მე ბოლომდე არ დაუსრულებია სწავლის კურსი, თუმცა დიდად გამოადგა ყოველ შემთხვევაში იმ კურსის გადახედვა. ეხლა პირველი თვითონ როგორც ამბობდა ეს ყველაფერი დაიწყო ანიკო მასწავლებლიდან, რომელმაც უთხრა, რომ თითოეულ ასოში შეფარული არის საიდუმლო და ბავშვს თორმე გაეცინა ჩემს მას, რაზეც გამოიწვია მასწავლებლის მრისხანება, რომ არა, გაიმეორე ზურა ადექი და გაიმეორე, რომ ამ ანბანში, ქართულ ანბანში შევეფარული არის საიდუმლო. ამის შემდეგ დავინტერესდი და რა თქმა უნდა ახალგაზრდობის ასაკში არა, მაგრამ მერე უკვე როცა რაღაცა გამოცდილებაც და ცოდნაც და რაღაც საზღვრამდე მივიდა, უკვე სერიოზულად ჩაუხდა ამის კვლევა. ძალიან საოცარია და საინტერესოა ჩემთვისაც და ალბათ ყველასთვისაც, რომ ისეთ რაღაცა გათვლებზე წავიდა. ანუ როგორც თვითონ ფიქრობდა და საერთოდ ცნობილი იყო, რომ ფინიკიელებისგან წარმოიშვა დამწერლობა, მსოფლიო მიიღო ფინიკიელებისგან, მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ ეს ვერსია მცდარი იყო და შუმერებისგან წარმოვიდა დამწერლობა. თუმცა თვლიან, რომ შუმერებს ჰქონდა ორი ანბანი, რომელიც ერთი იყო საიდუმლოებით მოცული და რაღაც კოსმოსურ გათვლებს მოიცავდა. და მართლაც იცით, მე თვითონ ზუსტად ასაბუთებდა ამ ყველაფერს თითოეული ასო ნიშნის მიმოხილვით, რომ რაღაც მათემატიკურ ნაკრებს აკეთებდა რაღაცას, რომელიც აი დავუშვათ ანი, ხო? არის პირველი ასო ნიშანი, პირველ ადგილზე ზის და ერთს ნიშნავს. დედამიწიდან ანი პირველი ციური სხეულია, ხო?
არის კიდე ანი რა თქმა უნდა მცხრალი მთვარე, რომელიც ნაყოფიერების და რაღაც ისეთი ბარათის სიმბოლო იყო საქართველოში, მაგალითად უკავშირებდა იმას, რომ არასდროს ახალ მთვარეზე სოფელში არაფერს დაარგავდნენ, არაფერს მოიწერდნენ და ასე შემდეგ, ანუ აუცილებლად ძველ მთვარეზე უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი, რომ რა ასონიშანი მზეს უკავშირდება და რაო ჩემო დედაო ესეთი ხალხური სიმღერაც არის. ნუ ხალხურ ზეპირსიტყვიერებასთან შეჯერებული და პლუს რაღაც მეცნიერ უკვე დაფუძნებული რაღაც ტაბულა შექმნა, რომელსაც ახლა მე თითქმის ყველა შეხვედრას მისას ვესწრებოდი და იქ არაერთი ცნობილი მეცნიერი იჭდა ხოლმე და ეს აპასუხო კითხვა, ისეთი ცოტა პრეტენზიული განაცხადია შეიძლება ჩემი მხრიდანაც, მაგრამ ისეთი რაღაცა განაცხადი, რომ აი ეს რატო ასე და რატო ისი არ წამოსულა. ანუ ყველაფერზე ქონდა ზურას პასუხი მზად. მე აცხადებდა ხოლმე, რომ იცით რა, რაღაც მე არ ვიცი და დამეხმარეთ, სადღაც მჭირდება უკვე თქვენი დახმარება. თუმცა სამწუხაროდ მის სიცოცხლეში ნამდვილად ვერ გაცდა ეს ვერანაირ საზღვარს და ახლახან კი შეგვეხმიანენ ამერიკიდან, რომ თქვი რაღაც გჭირდებათ დაგეხმარებით, გავახმაურებთ რაღაც, მაგრამ ამან გითხრათ სიმართლე გული მატკინა, იმიტომ რომ მე ამანბანის ბევრი არაფერი ვიცი და თვითონ რაც აინტერესებდა, თვითონ ვისაც აინტერესებდა ის კაცი უკვე დღეს სოცხალი სამწუხაროდ აღარ არის. დიდი შრომაა გაწეული. დიდი შრომაა ნამდვილად, აი რაღაც რას გაგვაცნობდით? დილიდან დაღამებამდე იჯდა ამ ბოლო წლებში მაინც და აი წარმოიდგინეთ ტაბულას, არ ვიცი ახლა ეს შეიძლება თუ არა ვნახოთ, აი ეს არის სქემა, რომელშიც ნახეთ 100 ნიშნებით, თქვენ წარმოიდგინეთ ის ფიზიკური სიდიდე, მუდმივა რაღაცა, მე ფიზიკა კარგად არ ვიცი, მაგრამ ესეც კი გამოთვლილი ქონდა ამ სიზუსტით, ხო, ფორმულაში რაღაც გააკეთა, ნამდვილად გააკეთა პირველი კალენდარი. ძალიან დიდი სიყვარულით არის ეს შექმნილი. ხო, შუმერული კალენდარით შექმნა რაღაც, რომელიც ძალიან საინტერესოდ გამოიყურება, სამწუხაროდ დღეს ვერ წამოვიღეთ აქ. ღანი მისი წარმოსახვით აღნიშნავს ღმერთს და თქვენ წარმოიდგინეთ ეს კავშირიც, რასაც მოაქვს თვითონ აქ და დასაბუთებულად დაუშვათ წარმოგვიდგენს ჩვენ რაღაც სიმართლესთან რა ვიცი. ემსგავსება ყოველ შემთხვევაში ჩემი გადასახედიდან და ნუ რა თქმა უნდა მე არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში რომ ხო გააშიფრა კიდე შუმერული თიხის ფირფიტები. აი ეს ნამდვილად არის ეს ისა, აი ეს თიხის ფირფიტები, რომელიც წელიწადის 12 დროს ასახავს. შეიძლება რომ კამერამ დააფიქსიროს. ხო, წელიწადის 12 თვეს ასახავს, აი ეს შუმერული თიხის ფირფიტა. აღნიშნავს დედამიწის ბრუნვას თავისი ღერძის გარშემო და ეს 4 ქალი, რა თქმა უნდა, ქალით არის გამოსახული, რომელიც აი გამრავლების სიმბოლოა, დიახ, და წელიწადის 4 დრო, 12 თვე, დედამიწის ბრუნვა, ღერძის გარშემო, მარჯვნიდან მარცხნივ და აი ეს ყველაფერი ასახულია ამ თიხის ფირფიტაზე. სხვა შორის იყო თურქეთში წასული, სადაც აი ეს თიხის ფირფიტები თვითონ ინახულა უშუალოდ მუზეუმში, კიდე სადღაც იყო უკაცრავად მე კარგად არ ვიცი. აი იგივე წყალი, ჰაერი, მზე, მიწა, რაღაც აი ესეთი ნაკრები, აი წუხვა რომ მე კარგად 4 ელემენტი სამყაროსი. და ესეც ღანი, ქართული ღანი, რომელიც ღმერთს აღნიშნავს და ამ ყველაფერში მოქცეული არის ეს ის 4 ძირითადი სიმბოლო, რაზეც ალბათ ჩვენი ყოფაა აგებული, სამყაროა აგებული. და ნელიკო ძირფასო თუ არის ეს იმ ტირაჟით, იმ სათანადო ოდენობით რომ გაეცნონ და დღესდღეობითაც თუ არის ხელმისაწვდომი და ეს წიგნი საკმაოდ დიდი ტირაჟით გამოსცა, ალბათ ახლა შეიძლება ივანიშვილის დახმარებით ისთვისაც აი ჩემი ძმა უღრმეს მადლობას მოახსენებს მას არა მარტო ერთხელ, ნუ მარადჟამს იმეორებდა ამას და ეხლა წიგნების მაღაზიაში იყიდება სხვა შორის არის გატანილი, ნუ ვიცი რომ ბევრია დაინტერესებული. ხო, ყოველ შემთხვევაში პეკინზე ნამდვილად ვიცი რომ არის მაღაზიაში ერთ წიგნების მაღაზიაში დევს. ნუ ცოტა ძვირი თუ არ არის ჩვენი დღევანდელი მომხმარებლისთვის
ყოველ შემთხვევაში თვითონ ნამდვილად არ ყიდაძვირათ, მაგრამ ეს გზა რაც უნდა გაიაროს თავისთავად ამ წიგნის თუ არის ისეთი რამ, რომ მას დარჩა ოცნება, ან გამოსაკვლევა, ან ბოლომდე დარჩა რა თქმა უნდა, დარჩა რა თქმა უნდა, მისი უდიდესი სურვილი იყო გამოხმაურება როლოგიის ინსტიტუტამდე მიეღწია ამ ყველაფერს. ნუ არ ვიცი ახლა ეს. იყო დუმილი სამეცნიერო წრეები. აბსოლუტურად. ხო, სამეცნიერო წრეებიდან ნამდვილად დუმილი იყო, თუმცა იყავდნენ ოპონენტები, რომლებიც რაღაც დაუშვათ კითხვას და განაცხადს რო გააკეთებდნენ, მე ის გაზეთიც ვერ წამოვიღე, მაგრამ იმ გაზეთით უპასუხა ერთხელ თავის ოპონენტებს და აბსოლუტურად დამაჯერებელი, დამადასტურებელი. მე სულ ხანდახან ჩხუბობდით ხოლმე ჩვენ, იმიტომ რომ მე ვერ ვიგებდი რაღაცებს, ვეღარ მივყვებოდი იმ ციფრულ გათვლებში, რომელიც უკვე კოსმოსში გადიოდა და ჩვენ აიშენდა ის გაზეთი რო წავიკითხე, მე ვუთხარი რომ მე ვუთხარი ზური, აი გაღიარე მეთქი ხოლმე შენ პასუხები ისეთი გაქვს მიცემული რომ გაღიარე იცინოდა ხოლმე რომ ჩემა და აი ამჟამად ამდენი წლის მერე ახლა ხან მაღიარაო, ახლა ხან მაღიარაო. რა ვიცი, აი ესეთი ძალიან ბევრია სათქმელი. მარია, თქვენთან მექნება შეკითხვა, მე რამდენიმე შტრიხს გამოვყოფდი. მე ის მახსოვს ეროვნული მოძრაობის დროსაც, ეროვნული დროშის სამკერდე ნიშნით მუდამ მოდიოდა ფოტოებიც არსებობს 9 აპრილის მოშიმშილების გვერდით როგორ იყო დაამხნევები და თავის სიტყვა ძარღვიანობით, გადამდები პათოსი ჰქონდა ძალიან, უხვის სიტყვა, უხვის სითბო ჰქონდა და ძალიან ძლიერი მუხტის პიროვნება იყო. და რას გაიხსენებდით, რას გამოყოფდით თქვენ ყველაზე მეტად ბავშვობიდანაც და მე აუცილებლად ვიტყვი ერთ რამეს, ეს ბრგე ომახიანი ვაჟკაცი თვალცრემლიანიც გვინახავს, საოცრად უყვარდა სამშობლო, საოცრად უყვარდა უფალი და მან აღადგინა რაჭაში, ჩვენ სოფელში, ნაკიეთში, ნათლიმცემლის ეკლესია, თავისივე ძალებით, თავისივე სახსრებით, როდესაც მიწის რამ დააზიანა და ნახა ჩამოქცეული თანასოფლელები ამობდნენ ჩვენ ნახეთ აცრემლებული ზურა, როგორ უყურებდა ამ ყველაფერსო და ვერთო რატომ ნახე ესო იმდენად განიცადა და ასევე მე მაგონდება მისი ნათქვამი, რომ სოფლიო კინოს ოქროს ფონდში 5 ქართული ფილმია. მე ვერასდროს ვერ მოვასწარი რომ მეკითხა რომელი იყო ეს 5. თქვენ ხო არ გვეტყოდით და ბავშვობიდან რას გაიხსენებდით? იცი რა, ეს ფილმები მეც არ მახსოვს, მაგრამ ხევსურული ბალადა ნამდვილად იყო. აი ძალიან სამაყვარო 10 ფილმი და 5 ქართულია ოქროს. ხო, რა თქმა. რა ვიცი, რა გავიხსენო, ძალიან უყვარდა თავისი ქვეყანა. ჩვენ ისე გავიზარდეთ ოჯახში, რომ აი ქვეყნის პრობლემა ყოველთვის უპირველესი პრობლემა იყო ვიდრე ოჯახის, იმიტომ რომ აი ასე ცხოვრობ, ასე გვაცხოვრა და ასე ცხოვრობთ თვითონ და მე ხლა უცებ თვალცრემლიანიო რომ ბრძანეთ ახლა ის ლალი სახში ვართ მარტო ეს რამდენიმე წლების წინანდელ ამბავს ვიხსენებ და უცებ რაღაცა ზურას ქვითენი მომესმა და შევიხედე საძინებელში და რა იყო ზური მეთქი რაღაც შევატყო რომ ეს კაცი აშკარად ცრემლიანი თვალი აქვს და მოდიო მითხრა არ ვიცი ხა შეიძლება მე ცრემლი წამომივიდეს რას და კითხულობდა კონსტანტინე გამსახურდიას დავით აღმაშენებელზე წიგნს და იქ ესეთი ციტატაა რომ და ამ წელს ამ დღეს საქართველოს მოუკვდა დავით აღმაშენებელი და აი ამ ფრაზაზე აი მთელი გული აი გულამოფსკნელი ეტირებოდა მართლა ეტირებოდა თავისი წარსული, თავისი დღევანდელობა და თავისი ქვეყნის მომავალი. ნუ ეტირებოდა. ასეთი კაცი იყო და კიდევაც ბობოქრობდა, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეეძლო. აი ეს შუმერებიც რისთვის ჭირდებოდა, იცი და რატო უნდა და ჩემთვის კი არ მინდაო, ჩემს ქვეყანას წარმოაჩენსო. ჩემს ქვეყანას ათქმევინებს ძალიან დიდ სიტყვასო. აი ამისთვის ძალიან ბევრჯერ ვთქვა. ხშირად ვთქვამს მე ერთხელ მის თამადობისაც მოვისმინე რომ საქართველოს ქრისტეს ქვეყანა არის. ამას ხშირად იმეორებ და ძალიან ადრეულ წლებში სანამ ამაზე მასიურად ალაპარაკდებოდნენ. დიახ. და მე ქრისტესთან დაკავშირებით აი ამ ნათქვამთან მე ძალიან მინდა უცებ ეს ახლა პირდაპირ ეთერია და უცებ რაც გამახსენდება ალბათ ყველაფერის რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი. და მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ჩემი ძმა ნაზიარები წავიდა წინდღით ეზიარა ეს არის ჩემი
მამა დავითს და მამა ნიკოლოზის ისაკაძის და ჭრიკვაძის ძალიან დიდი დამსახურება გამორჩეულია მამა დავით ისაკაძე ნამდვილად გამორჩეული მამაო ეს იყო ჩემი მოძღვარი ჩემი ზურიკოს მოძღვარი რომელმაც და აზიარეს და ნაზიარები წავიდა მადლობა ღმერთს ამისათვის მომნათლეთ კიდევაც მეორე არ ვიცით ხო რაჭაში მაშინ 27 წელშია ჩემი ძმა დაბადებული და თითქოს ესე იცოდნენ რომ ეს არის შენი ნათლია რაღაცა მითითებით მაგრამ აი რიტუალი რო ჩატარებული იყოს ასეთი ნამდვილად გვეჭვებოდა და თურმე შეიძლებოდა ასე დედასგან ვიცი რომ ნამდვილად რომ მოისპო იქ ყველაფერი ხატის კაცის დამომავალი არიან და მოინაცვლა კიდევაც ეზიარა და ისე სახელდება ხდებოდა ისე გადაეცემოდა ზეპირად რომ ნათლია მაგრამ რიტუალი არ ტარდებოდა ასე რომ ერთადერთი ნათლობა დიახ რა ვიცი გასახსენებელი ძალიან ბევრია საერთოდ დღესასწაულის მომწყობი კაცი იყო აი ძმა იყო მაგრამ აი ყველაზე ბედნიერი ყველაზე კარგ დროს ყველაზე ადამიანი რომელიც ხარჯავდა სიყვარულს და სიკეთეს დიახ აი არ გაუვლიდა არანაირ სილამაზეს რომ არ დაენახა ამჩნევდა იცი აი ყველაფერს ამჩნევდა და ისეთი გადამდები იყო მისი ეს ემოცია რომ აი არ ვიცი ახლა წეღანაც აი ჩვენ თუ შევამჩნევდით დავუშვათ მივდიოდით რაჭაში და მე ესეც მინდა აღნიშნო ლალი მივდივართ რაჭაში და მე მეჩქარება როდის მე ვარ ცალში ეს კიდე აი ნახეთ ის გამოჩნდა ეს მთა ეს სულ ცალში იყურებოდა ხრუბელს უყურებდა ფარდას არ ჩამოგვაფარებინებდა სახლში არადა ჩვენ ქალებს გვიყვარდა რა თქმა უნდა რომ ფარდა ყოფ გადაწიეთ გაიხედეთ გარეთ რა სილამაზია და მართლა სულ ცალში იყურებოდა სხვადასხვაების ადამიანები არსებობენ და გზაში რო შევამჩნევდით რაღაცას ვაიმე რა ლამაზი ყვავილია სადღაც ხო მთაზე გააჩერებდა მანქანას რაც დღევანდელ კაცებს ნამდვილად მოუწოდებ რომ აი ეს მოთმინება და აი ეს თანაგრძნობა რაინდობა გამოიწვიონ იცით სულ უმეტესობა გვიღრენს ხოლმე რაღაცაზე გააჩერებას რომ ვთხოვთ და რაღაცას გააჩერებდა ჩემი ძმა მივიყვანდა ახლოს ან მოგვაკრეფინებდა ყვავილს ან დაგვანახებდა ახლოდან კარგად ერთხელ მოგვინდა თუთა გზაში მივდიოდი და თუთა და მაშინ ყავდა ისეთი გადახსნილი მანქანა უკან ერთი წუთითო არ დაზარებია სადღაცა იფხოკია ლავი და მთაზე რაღაცა იმაზე სადაც მანქანით მისვლა შეიძლება და თვითონ მანქანა დააყენა თუთის ქვეშ და ჩვენ პირდაპირ მანქანიდან ჭამდით თუთას რაღაცა საოცარი დაუჯერებელია ჩვენ ბავშვები ვიყავით სახლიდან გავიდოდით შემოვიდოდა შემოbrunდებოდა სახში აუცილებლად გადაგკოცნიდა ქუჩაში შეხვდებოდა აუცილებლად გადაგკოცნიდა რავი თუ გვინდოდა ხო ერთი რაღაცა ეს მთის რაჭაში ეს მთის ორი სოფელია ძალიან ლამაზი ღები და ჭიორა და იქ წაგვიყვანა და ისეთი გზა იყო რომ პატარა მდინარე უნდა გადაგვეკვეთა ნუ ხიდი არის ხო მდინარეზე და უცებ ესე ჩქარაში აგდო მანქანა ამ მდინარეში და აი ესე ლამაზად წამოვიდა და მთელი მანქანა ეს მაიმე ზური რა ლამაზი იყო მოატრიალა მანქანა გამოვიდა კიდე ესეთი ჩანჩქერში გაიარა რამდენიმე ჯერ გავურა ბოლოს ჩაუქრა მანქანა და მე კი გავიბრას და ახლა ჩავოდიდო ეგ გავიმასკდა მე მაგრამ ბავშვობიდან რას გაიხსენებდი ჩემი მეგობრო ხო ბავშვობიდან ჩვენ ხშირად ვაშავებდით ხოლმე რაღაცებს ახლა დები ჩვენ ცოტა გვიან ვართ გაჩენილები და მე რაღაცას ვონავრობდით დაუშვათ ხო და დავაშავებდით რაღაცას, დავუშვათ გავტეხავდით რაღაცას. და რო გვეკითხებოდა, ეს რა არის, ვინ გატეხა? ჩვენ ატყოდით ზურიკომ გატეხა. ნუ ზურა აბსოლუტურად მომზადებელი იყო ამისთვის, ხო, აზრზე არ იყო. დედა კითხავდა, ზური, ეს შენ გატეხე? კიდე და მე გავტეხე, მე გავაფუჭე და ყველაფერს იმ წუთში. აი, სადმე გაშვება გვინდოდა, რაღაც გვინდოდა. და მე ერთ რაღაცას გავიხსენებ, აი, საერთოდ მე ნაბოლარე ვიყავი გაჩენილი და ძალიან ძნელია, იცით, საკუთარ ძმას ასე რომ წარმოვაჩენთ, მაგრამ გვაპატიეთ, ვისაც ძმა ყავთ, იცით რა საყვარელია ძმა. ნუ მართლა კარგი ძმა ყავდა. ძალიან ცელქი ვიყავი, ნუ მოусვენ არის, ვერავინ და ვერაფერი ვერ მაჩერებდა და ნუ აი 20 წელია ჩემს და ზურაშვილის განსხვავება და ნუ ბევრი დღესაც რომ ხდება, მამა, აი ესე მამას მითანაგრძნობს და რაღაც ესეთი სხვაობა ასაკის გამო და რასაკეთებდა იცი ლალი სუფრაზე იჯდა ჩემი ძმა კეიფობდა პერანგს ჩაიხსნიდა რამდენიმე დღეს აი ამაში უბეში შემისვავდა
და აი რომ არ გავინძრევოდი, აქ მაჭმევდა, მასმევდა, დავიძინებდი. ჩემი ძმა სუფრასთან იჯდა, ქეიფობდა, სადღეგრძელოს ამბობდა და აი ესეთი ბედნიერი ვიყავი, აი ესეთი უბეში ამოზრდილი ვყავდით, იცი? ეხლა ვინც გვიცნობს და ვინც ჩვენი სანათესაოა და თქვენმა ოჯახმაც, ხო, აი მართლა ესეთი ძმა იყო და გაჭირვების ჯერ გამორჩეული მშობლებიც ყავდათ, დედა ბევრს მიამბობს ხოლმე. კი და ერთხელ სხვათა შორის ზურამ დაწერა ბებიაზე, დაწერა რომ ბებიაო უტკბილესი და უგემრიელესი ბებია მყავდაო ყურძნის ფელამუშში ამოვლებული ყურძნის მტევანივით ბებიაო და დედაზე დაწერა დედა და დედამ საყვედური უთხრა რომ რა არისო ბებიაზეო ისეთ თბილად დაწერეო და ჩემზეო რატომ მარტო დედაო და დედაო დედა დავწერეო და მეტი რა და მეწერა ამაზე თბილი სიტყვა რა გითხრაო მე ვიცი რომ დედასგან ვიცი ძალიან განიცადა დედას სიკვდილი და ძალიან იყო საერთოდ ეს იყო ნახტკართელი ალან მართალი უაშკაცესი პიროვნება და მე ხშირად მინახავს ჭირის სუფრაზეც ხინის სუფრაზეც თამადად ეხლა როგორც აღნიშნე მის სიტყვა ძარღვიანობა მისი გულის სითბო ულევი იყო და ყველაზე გამორჩეული მისი სადღეგრძელო რა გახსოვთ მარინა? სადღეგრძელო სხვათა შორის კარგად კი, აი რამდენიმე სუფრა მახსოვს ზურასი, სადაც აბსოლუტურად მშიერი, მწყურვალი დაგვტოვა ყველა, იმიტომ რომ აი არ ვიცი, ნუ ეს იყო რამდენიმე, ისე წარმართა თავისი თამადობა რა, ნუ არაჩვეულებრივად იყო ხოლმე ესეთი რაღაცები, აი ლექსით, სიმღერით, აი რა ძალიან გემრიელი. მას კინოფილმებშიც მინდა მსმენელმა იცოდეს, რომ დუბლი არ ჰყავდა და თვითონ ასრულებდა ყველა სიმღერას. აი ახლა ხან სხვა შორის ჩემმა შვილმა მოიპოვა ეს სიმღერა. ვეფხისა და მოყმის ლექსი, სიმღერა ხო არ არსებობს ამის, არა? თვითონ მღეროდა გიტარაზეც თვითონ უკრავდა და რაღაცა საოცრება ძალიან მინდა სრულად მოვიპოვოთ კაპიტან ბრუნგელის თავგადასავალი ეს რუსული ფილმია და იმაში არის გამოყენებული ეს სიმღერა და ჩემმა შვილმა ეძება როგორც იქნა მოიპოვა ეს და ამჯერად ტელეფონებში და სადღაცა ჩავიწერეთ იმიტომ რომ ისეთი გულით მღეროდა მისი შექმნილი სიმღერაა მუსიკაც მისია ნუ ტექსტი რა თქმა უნდა ხალხური და ზუსტად ისე შესაფერი აი არ ვიცი რა მისადაგებული ამ ტექსტზე ასეთი მუსიკა და ის ემოცია, რასაც ის გამოცემდა. მე ვიცი რომ ინტერნეტში გვერდიც დაარსდა, ზურაბ კაფიანძის გვერდი და აბა დაიდება იქაც ხო? იცი ხო ვეცდებით იცით ამიტომ ეს ნაწყვეტი რო იყოს, ეგებს რო ყოფილად მოვიპოვოთ თავიდან ბოლომდე როგორმე, იმიტომ რომ და ვიცი რომ ამ გვერდზე აქტიურობაც არის და ძალიან დიდ სიყვარულს უბრუნებს იმ გაცემულ სიყვარულს. მაყურებელი და საზოგადოება. ჩვენ სადღეგრძელოს ხო, სადღეგრძელოს ხო აი გამორჩეულად ეხლა რასაც ყოველთვის ამბობდა ხოლმე მეგობრების სადღეგრძელო იყო ესე ამბობდა თუ დედამ და მამამ ძმა არ გაგიჩინაო ესო შენი ბრალი არ არისო მაგრამ თუ ისე იცხოვრეო რა ძმასავით კაცი ვერ იპოვეო ეს უკვე შენი ბრალია და შენ არ ვარ გიხარ მაშინ კაცათო და აი ესე ამბობდა ხოლმე მეგობრების სადღეგრძელოს და კიდე ერთ ამბობდა და სამწუხაროდ ის აი არ მახსოვს კარგად რაც ამბობდა იცი ხო არა ჩანაწერი არის ხო აი ვინც პირველად გამოაცხო პური ვინც პირველად ტევანი დაწურა ღვინო ვინც პირველმა იმღერა მრავალჟამიერი ვინც პირველმა დაწერა ლექსი ვინც პირველად ჩააწო ხო პური ღვინოში შესამდობის სათქმელად და ვინც პირველმა ხნულში ჩააგდო მარცვალი და ესეთი ჩამონათვალი ქონდა და ესე გემრიელად ამბობდა ხოლმე. სხვა არის ის ამის მადლი და არც გააგებინოთო. ესეც დასინა მე მახსოვს ფილარმონიაში გამოსვლის ეს კადრიც კარგია რომ მოვიპოვოთ და ყველა გაეცნოს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში უფრო დაფასდება და უფრო მოსაფრთხილებელი გახდება, იმიტომ რომ ძალიან მოვლა პატრონობა ჭირდება იმას, რაც ქართულია და ყველაფერი ამასთან გვაკავშირებს. ძალიან ჯანსაღი ჰუმორიც ჰქონდა. გამორჩეული კიდევ რას დაამატებდი. და სხვათა შორის რუსლან მიქაბერიძეს ძალიან ბევრი ფუნაგორიები ჰქონდა ჩემ ძმაზე. და მე რუსლანის ლექსები სულ იმაზე სალფეთქის ფურცლებზე მეწერა, ამიტომ ეხა სუფრასთან რობიჯექით ფურცელი დაპასტა სად მქონდა ხო და სალფეთქის ფურცლებზე ვიწერდი და რუსლანი მიცოდა თქმა რომ ძალიან მოყვარს რომ ზურაზე ფუნაგორიის დაწერა, იმიტომ რომ არ ბრაზდებაო, რაც გინდა ის დაუწერე არ ბრაზდებაო.
და ერთი აქ ძალიან მომწონს მეც პირადად ლალი აზრდა შნუროკებ გახსნილი, ну თასმები გულისხმება, აზრდა შნუროკებ გახსნილი, არა, გულდა შნუროკებ გახსნილი, აზრპერან გამოჩეჩილი. ზურა რაჭისთვის ისახა, რაც ინგლისისთვის ჩერჩილი. ძალიან მომწონდა. მართლაც ასეთი იყო, იცი გულდა, ну მოუწესრიგებელი ჩაცმა ყოველთვის. სპარტაშორი შნუროკები შეკრა მართლა არ უყვარდა. მე არ დამავიწყდება მარინა. და აზრპერან ქართული ეკლესიას ჰქონდა განსაცდელი ამ ცნობილ სამართლო კანონ პროექტთან დაკავშირებით თქვენ ჭირისუფალი იქ მობძანებული იყავით, იცავდით ქართულ ეკლესიას და ძალიან გამიხარდა, რომ წინდღის ამხელა დარდ გადატანილი თქვენ კომაგობდით და კიდევაც ვთქვით, რომ ზურას ორმაგად გაუხარდება. ლალი ძალიან ბევრი ვიფიქრე. საერთოდ, ნუ ხო გითხარით ჩვენ ოჯახში ქვეყნის პრობლემა პირველი პრობლემა იყო და ჩვენც რა თქმა უნდა ის იცით რა, ძალიან ბევრი ვიფიქრე, წავსულიყავი, არ წავსულიყავი, რაღაც მომერი და ვიღაცა მისი არ გაიგოს, რომ 2 დღის წინ ძმა დაასაფლავა და ეს გოგო ქუჩაში რამ გამოიყვანა და მე ვიფიქრე, რომ ეს იყო ჩემი ძმის უპირველესი საკეთებელი, აი ეს გზა, რაც ქვეყნის პრობლემას ეკლეს, ამაზე მეტი სამარცხვინო მე არ ვიცი, ჩემს ქვეყანას რა უნდა დაემართოს და მე ვერაფრით ვერ გავჩერდი სახლში, ну ვერაფრით ვერ დავეტიე სახლში და მე ჩავთვალე და სხვათა შორის ვინც შემხდა, ყველამ ისე მითანაგრძნო და ყველამ ისე კარგად რომ ადვილად გადავიტანე, გაიგო ჩემი შინაგანი განწყობა, რომ მე სახლში ვერ გავჩერდი, თორე იქ სხვა მეტი არაფერი არ იყო ჩემი მიზანი, მე იქ როგორც ჩემი ძმა იდგა ერთი რიგითი ჯარისკაცი თავისი ქვეყნის მეც ჩავთვალე რომ მეც იქ უნდა ყოფილიყავი იმ დღეს აუცილებლად. დიახ, არ მორიდები არანაირ საფრთხეს და განსაცდელს. არანაირ სულ მოგოხრობდა და სხვათა შორის რომ წავიკითხავდი მაგის აი ესეთ მრისხანებით სავსე წერის და რაღაცას და ვეთყოდი რომ ზური რა ამბავია და რა, ну არ შეეძლო სხვანაირად. როგორც ფიქრობდა და როგორც აზროვნებდა ისე წერდა. არ შეოდა გუნდრუკის კმევა, მავანივით და დიახ, ყოველთვის გაბედულად ემსახურებოდა სიმართლეს. ნელი, თქვენ რაღაც სამადლობელიც გაქვთ გამზადებული, ხო, აი სამადლობელს მანო წაიკითხავს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩვენ გვინდოდა გამოქვეყნება გაზეთში, მაგრამ ახლა თქვენთან რა თქმა უნდა გავახმაურებთ ამ სამადლობას ამ ჩემი წინასწარმეტყობის დროს ძალიან ერთი რაღაცის ისმენდა კიდე გახსენება რა, აი ძალიან გაჭირვების პერიოდი რო გქონდა, არც დენი, არც ისა გაზი, არაფერი და ჩემმა ძმამ დადგა ღუმელი, შეშის ღუმელი. და რა თქმა უნდა ჩვენ დები თავისი ჩემ დიშვილთან ერთად გადავედით და ცხოვრობდით ერთად და საერთოდ ზურას ცხოვრების ის იყო რომ ერთი დიდი სახლი რომ ყველას გვეცხოვრა ერთად, იცი? აი ერთად ცხოვრების ის იყო სულ მოყვარული, ერთად ყოფნის მოყვარული რაღაც. და იმ პერიოდში ვიდრე ერთად და მე ღუმელმაო ისო ციგნი მომთხოვაო, ციგნიო, იმიტომ რომ ცეცხლს რო ანთებდა ციგნის ის ხო ჭირდებოდა ის ქაღალდის ფურცელი, ხო და ესეთი ციგნიერი ღუმელი არასოდეს არ მინახავს თუო ციგსო, ციგნი ღუმელს უყვარდაო. ღუმელს ციგნი უყვარდაო და მე დავწერე, რა ვიცი, გაზეთში მიდოდა კვირის პალიტრაში 40-ისთვის მიტანა, მაგრამ რატომღაც რა ვიცი, ვერ მოვახერხე და თუნებას დამთავრდა წავიკითხა. დიახ, აუცილებლად. ყველას და ყველაფერს მინდა მოვეფერო. ქუჩაში ნაცნობი და უცნობი ლალი. ყველა მაჩერებს და მეუბნება, რომ უბრალოდ არ შემიძლია გვერდი გაგიარო. იმიტომ რომ ის მეც მომიკვდა. შენ მარტო არა და რა ვიცი, აი ეს გვაძლებინებს და მე ყველას ძალიან ყველას დააკდა ნამდვილად და ეს არის ერთშენიერ წუთს სამსახურში გავაფრთხილე ყველა არ დამელაპარაკოთ რაღაც აი ჩემ და უნებურად ის სხვათა შორის ზურას უმთხოვდა რომ დღიურები მეწერა და წერილებს მაწერინებდა და ისე უყვარდა ჩემი წერილები დღემდე შენახული ქონდა სხვათა შორის წავიკითხავ თქვენს ოჯახის დანაკარგი ძალიან დიდია. ძნელია დაკარგვა ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან მოყოლებული სალიკლდესავით არის ამართული შენს გვერდით. ზურიკომ გადამატანინა 22 წლის გოგოს ორივე მშობლის დაკარგვა და თავად იკისრა ორივეს ფუნქცია. პირნათელი და ვალმოხტილი მიუვიდა ჩემს დედიკოს და მამიკოს ჩემი იმე და ძმა, რომლის დანახვაზე ყველაფერი მავიწყდებოდა ამ ქვეყანაზე. ჩემი სისხლი და ხორცი იყო, ჩემი დარდი და ჩემი ბედნიერება. სათქმელი ძალიან ბევრია და ამავდროულად ძნელი.
მე მიყვარს ის საქართველო, რომელიც ასე ძალიან უყვარდა ჩემს ძმას და რომელმაც საქართველოაც ალარი და სიყვარულიანი ცრემლი გაატანა უკანასკნელ გზაზე. ამ წერილს სამადლობელი წერილი მინდა დავარქვა და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ 74 წლის მანძილზე მის გვერდით იყო. მადლობა იმ ექიმებს, რომლებიც წლების განმავლობაში სიკვდილს არ უთმობდნენ ჩემს ძმას, ნოდარ ხმალაძეს, გურამ ზუბადალაშვილს, გულიკო ჩაფიძეს, ნოდარ ლომიძეს, თამაზ ორაგველიძეს, მარიამ და სოფო ქაფიანიძეებს, ყველა სასწრაფო დახმარების და კარდიოექსპრესის თანამშრომლებს გაიხარეთ, სიკეთით გევლოთ. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით დაუდგა შუმერებზე კვლევაში გაწეულ საქმიანობაში, რომელსაც მთელი სიცოცხლე შეალია, რომლითაც ხარობდა ჩემს ქვეყანას წარდგება, რომელზეც არც თანხმობა აღირსეს და ვერც უარყვეს, ტკიო და ძალიან ტკიოდა გული. მადლობა ყველა იმ მეგობარს, რომელიც მთელი ცხოვრება მის გვერდით იყვნენ, ულამაზებდნენ წუთისოფელს და თავადაც მთელი გულით ცდილობდა იგივეს. მადლობა იმ მეგობრებს, რომლებიც იქ დახვდნენ, სამწუხაროდ ძალიან ბევრი. მადლობა ჩემს საბიძაშვილო სანათესაოს, ჩემი ძმის და ჩვენი ასე ერთგულად გვერდში დგომისათვის, ღმერთსაც და ჩვენც სიკეთით გადაგვეხადოს ჩემო ძვირფასებო, ვერ ჩამოვთვლით, ბევრნი ხართ, ღმერთმა გამრავლოთ. მადლობა ჩემს რაჭას, მიკროავტობუსით, 2 მიკროავტობუსით რომ ჩამობძრალდნენ ნაკიეთიდან, ონიდან, ამბროლაურიდან, ჭიორიდან. განსაკუთრებით მადლობა მამა დავით ისაკაძეს და მამა ნიკოლოზ ჩხიკვაძეს, რომლებმაც იზრუნეს იოანეს, იგივე ზურაბის სულის გადასარჩენად. და ბოლოს მადლობა იმ საქართველოს, რომელმაც გულწრფელად განიცადა ჩემი ძმის გარდაცვალება, ყველა იმ ადამიანს, ნაცნობს და უცნობს, რომელიც ქუჩაში მაჩერებს და თანაგრძნობას მიცხადებს. ზურა მარტო თქვენ არ მოგვიკვდათ, ის ყველას მოგვიკვდაო. ყველას გენაცვალეთ, ყველას დიდი მადლობა. მე თავამად შემიძლია გითხრათ, რომ ზურას ყველაზე ძალიან თავისი ხალხი და თავისი ქვეყანა უყვარდა. უპირველესი პრობლემა ჯერ ქვეყნის პრობლემა იყო და მერე ოჯახის პრობლემა. ტკიო და უსაშველო ტკიო და თავისი სამშობლო და ამიტომაც ბობოქრობდა ასე. როცა ოპერაციის გასაკეთებლად ზურას ისტორია ექიმს ვაჩვენეთ, ექიმი გაოცდა, ან კი როგორ ცოცხლობს ეს გული, ისეთ დღეშიაო. ჩემი ძმის გულით სიკვდილი არ გამკვირვებია, იმიტომ რომ გულით იცხოვრა. შენს მტკივან გულს ვენაცვალე. ჩემო ძმაუნა, ძალიან მიყვარხარ და მენატრები. ძალიან ამაღელვებელია ნამდვილად და მე აქ ხელთ მაქვს გაზეთი, რომელიც მიეძღვნა მისი 40-ისთვის გამოვიდა. 40-ისთვის მისმა მეგობრებმა. თავის ქვეყანაზე გულდამწვარი დიდი კაცი, ჩვენი ტრადიციისა და ცხოვრების წესის მოტრფიალი და აქ არის გადასარევი სიტყვოთი გაჟღერებული ლექსიც არის მიძღვნილი სურამის ციხის ლეგენდის მიხედვით ზურაბ ქაფიანიძეს. ძალიან დიდი სიყვარული მიიღო მან მართლა. ნელი თქვენ აპირებთ წიგნის გამოცემას აუცილებლად, იმიტომ რომ როდისთვის იქნება ეს და რა მასალები მოიწვის ერთი წელი ვფიქრობ დაგჭირდება, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ძმის მოგონებები, რომლებიც ბოლოს გადმომცა მე და თვითონ კი ეჩქარებოდა თავის სიცოცხლეში ამ ყველაფრის დასრულება, მაგრამ ვერ მოვიპოვეთ თავის დროზე სურათები, ვერ მოვიპოვეთ, ვერ შევაგროვეთ, რა თქმა უნდა, ის მასალა ამასობაში ეს უბედურება წამოგვეწია და ეხლა მე რა თქმა უნდა ვფიქრობ, რომ შევავსო კიდე რაღაც დამატებით. აქ იწყებს ბავშვობიდან, თავისი სკოლის პერიოდი, ინსტიტუტის პერიოდი, ყველა ის მშვენიერი და ამაღელვებელი შეხვედრა, რაც მას ჰქონდა ახალგაზრდობის წლებში. იხსენებს თავის, რა თქმა უნდა, პირველ სიყვარულს, რა თქმა უნდა, ყველა სხვა დანარჩენს, ვინც ხომ არ დავასახელოთ პირველი სიყვარული, მე ვიცი. იცით თქვენ, ხო, ციალა პეტრეველი უყვარდა ძალიან, რომელმაც ამ ქალბატონმა თავი არ გათხოვდა და მთელი ცხოვრება ალბათ იმასაც ჩემი ძმა უყვარდა. რაღაცა ძალიან ლამაზი ისტორია ჰქონდათ, რაღაც ძალიან ისეთი ამაღელვებელი და დაუჯერებელი, რა თქმა უნდა, დღევანდელი გადასახედი და გვაქვს რაღაცა ჩვენი სოფელი ადრე ზეციეთა ცხოვრობდა, ზეციეთა ერქვა და ეს სოფელი აღარ არსებობს დღევანდელ დღეს, ნანგრევიც კი აღარ არის, მაგრამ ჩვენ მოვიპოვეთ სქემა იმ სოფლის. აი აქედან მინდა დავიწყო, მერე სად ჩამოესახლენ კიდე ქაფიანიძეები, მერე კიდე ნაკიეთში ჩამოვიდნენ ჩრდილი ნაკიეთი ერქვა ზეციეთა, ჩრდილი ნაკიეთი და მერე ნაკიეთი. და მერე ჩემი ძმის დაბადებით შევავსებთ ალბათ სურათებით, მეგობრების მოგონებებით და ყველა იმ ცნობილი ადამიანის გამოთქმით, რაც ჩემ ძმაზე ითქვა, რაც გამოხატა საზოგადოებამ მის თავის მწუხარება, როგორც გამოხატა
და საბოლოო ჯამში არ მინდა რა თქმა უნდა ტრაგიკული იყოს. კოლეგებიც ბევრ ამას გაიხსენებენ. ხო, კოლეგებიც ბევრ ამას გაიხსენებენ. და მინდა აი ესეთი ლამაზი ალბომი გავაკეთოთ ერთი ფოტოებიც ძალიან ბევრი მაგ გითხრას იმართლე ისეთი ზურასი რომელიც არ არის პოპულარული არ არის გამოქვეყნებული და ტექსტებსაც ხომ წერდა კაფეებიც კი თვითონ წერდა რა თქმა უნდა მინიატურებს უფრო და ძალიან საინტერესო იყო ამასაც რა თქმა უნდა კი შევიტანთ რა თქმა უნდა ერთო სადღაც კაბინეტში შედის ვიღაც პიროვნება და ჰალსტუხის განასკვა თხოვა ჩემ ძმას და კი მე გაუნასკვევ მაგრამ ამას რო არ ჭირდებოდა ვიციო და ნეტა იმას რისთვის ჭირდებოდა ამას რო გავსტუხი ხო იმას რა თუნდა ამას რო ჰალსტუხი ეკეთოს ესეთი სათაურია თვითონ ყოველთვის სილაღით და თავისუფლებით გამოირჩეოდა თავისუფალი აი გულწრფელი იყო ხოლმე ეხლა შეხვედრებს ყოველთვის ვესწრებოდი ჩემი ძმის შეხვედრებს და რაღაც იყო რაღაც მომენტები როცა დარბაზსა და სცენას შორის რაღაც კავშირი არ გაებმებოდა. ნუ შეიძლება უხერხულია ეხლა ჩემი მხრიდან ამის თქმა, მაგრამ იმდენად უშუალო, იმდენად გულწრფელი, იმდენად მართალი და იმდენად აი მოხსნიდა უცებ ყველა ამ პრობლემას და რაღაც ერთიანდებოდა უკვე ერთ მთლიან მათ შეიკორებოდა ხოლმე ეს დარბაზი და სცენა და აღარ იყო რაღაც პრობლემა რა რაღაც თავისუფლება მოდიოდა მისი სიტყვასთან ერთად ხო და აი პრემიერის დროს შემდეგ აი როცა ფილმის პირველი ჩვენება იყო პრემიერი ან და რაღაც ვთქვათ საღამო მიყავდა და ან რაღაცა აი ყოველთვის რომ დამთავრდებოდა პირველი გამოქვეყნებოდა როგორი იყო ხომ მოგეწონათ იმიტომ რომ რაღაცერად ჩვენი აზრი ყოველთვის იცოდა რომ ჩვენ კრიტიკული მაყურებლები ვიყავით და ყველაზე ამ დროს კრიტიკული და რაღაცა ზური კარგი იყო და აი სიამოვნებოდა ყველა კინოჩი ძნელია, ძალიან ძნელია. ეხლა ჩვენ მაყურებელი ალბათ დავღალით. სამი კარგი შვილის მამაც არის. დღეს ერთ-ერთი ჩვენი სტუმარიც უნდა ყოფილიყო და ვერ მოახერხა. რომ კარგი შვილების, სამი შვილის მამა, სამი შვილის ბაბუა. მეტი უნდა ყოლოდა თავის გათვლებით, მაგრამ ძალიან განიცდიდა საქართველოს მდგომარეობას და აი ამ ბოლო წლებს, ამ ძიმე წლებს და არ დაუხევია უკან შემართებით ამბობდა გაბედულ სიტყვას და მე ძნელად წარმომიდგენია რომ მას მტერი ხოლო და ან თვითონ ვინმე არ ყვარებოდა თუ არ უყვარდა ისე და ისე სამშობლოს მტერი და დამანგრეველი და ვისაც სამშობლო არ უყვარდა ის არ უყვარდა დიახ მაგრამ მეტი დაფასება ნამდვილად ეკუთვნოდა სხვა გარემო რომ ყოფილიყო და ეს ამას ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით. მაშინ მე მეჩვენებოდა რომ სრულიად საქართველოს მოვიდა თუმცა გასვენების მერე მეჩვენება რომ კიდე მეორე სრულიად საქართველოს იქ არ იყო და მის ამძიმრებს მართლა ჩემი თქმის არ იყოს ქუჩაში გვეხმაურებიან ისა ნუ ზოგი ახლობელი ზოგი ის რომ ვერ გავიგეთ რა და რაღაც ესე ჩქარა და იცით რა ალბათ არა აქვს ამას მნიშვნელობა ჩემი ძმისთვის არა აქვს ის რაღაც ზემოდან უყურებდა ამ მოვლენებს მისთვის ყველა ქართველი იყო და ყველა ენანებოდა და ყველას უფრთხილდებოდა ჩემი აზრით და რა ვიცი ალბათ არ იყო აუცილებელი რომ რაღაც გადაჭარბებული და რაღაც ის ყოფილიყო დაუშვათ პომპეზური რაღაც ეს მდგომარეობა გასვენება თუნდაც მისი მაგრამ რაც იყო მე დარწმუნებული ვარ იყო ძალიან გულწრფელი ყველა სწრემლი ყველა შეწუხებული ყველა ეს იყო ძალიან გულწრფელი აი ეს გულწრფელობა არ აკლდა ჩემ ძმას და ვფიქრობ რომ ის უკან სანაცვლოდ მიიღო ნებისმიერი მოქალაქისგან სხვა შორის ერთხელ სადღაცა ჩვეულებრივ ვითარებაში ერთმა პიროვნებამ მითხრა რომ არანაირი ის ცნობილი და არანაირი ის უბრალოდ იცით რა ზურამო გვაჩვენა და დაგვანახა როგორები ვიყავითო როგორები ვართ და როგორები უნდა ვიყოთ მომავალშიო მეც გამიხარდა რა თქმა უნდა ასე რომ მითხრეს და ჩემ ძმასაც მივახარე იმ წუთში და თვითონაც აი ხალხიდან წამოსულ ყველა მოფერებას სიხარულით ხდებოდა რა თქმა უნდა სიყვარულით ხდებოდა და იგივეს აბრუნებდა ყოველთვის უпростоრად ალბათ თვითონ ძალიან ბევრს გასცემდა და შესაბამისად ეს არ იკარგება უყალოდ არაფერი შესაბამისად საზოგადოების მე ვიცი რომ საოცრად უყვარდა რაჭა და რაჭველები
მე რაჭაში ჯერ ჩავიდოდით და ბევრი სიკეთეც აქვს გაყიდული. კი, აი ეს ამხელა ყველას პატრონობდა აქ ჩამოსულს, ცდილობდა გზაზე დაეყენებინა, ნამდვილად ვიცით ეს ფაქტები, დიახ. სხვადასხვა დილა რო თენდებოდა ჩვენ სახლში, რიგში ჩავდგებით, რიგში თქო რომ მოექცია ჩვენთვის ყურადღება, იმიტომ რომ სულ ვიღაც მოდიოდა, სულ ვიღაც რაღაცას თხოვდა, სულ ვიღაცას მიყვებოდა და ჩვენ ყოველთვის ის ვიყავით, რა ქვია, დაზარალებული ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ვინც მოვიდოდა, ხო არ არსებობდა უარი ეთქვა და სოფელში რო ჩავიდოდით აუცილებლად ჩამოვიდა და ყველა ოჯახს იქ ხუთი ქალები თითო ორ-ორ ყავს. რაჭაში სამწუხაროდ ესეთი ვითარებაა. ჩაუჯდებოდა კარგად გემრიელად, თავის გასაჭირსაც ათქმევინებდა, მე რაღაცაზე გააცინია და რაღაცით თუ რამე შეეძლო დაეხმარებოდა, შეშას დაუჩეხავდა თუ ეს პრობლემა ქონდა, მოკლედ რითაც შეეძლო მთელ სოფელს თითოეულ ოჯახს შემოივლიდა, თვითონაც კმაყოფილი ბრუნდებოდა და სოფელიც ყველას ეფერებოდა, საოცარი უნარია, რომ არ შეგეტყოს დარდი, გულმოკლულიც ბევრჯერ ყოფილა იგივე საქართველოს მდგომარეობით, მაგრამ გამოხატავდა ყოველთვის სითბოს მოფერებას ალერს და ეს იყო საოცარი უნარი. იცით რა, განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. კურჭის გამო ხშირად ფარული სისხლდენა ემართებოდა და ძალიან ბევრჯერ დაკარგა სისხლი იმ დოზებით, რომ უკვე ეიფორიაში იყო კაცი და ჩვენ ვიყავით, ახლა ჩვენ ვერ ხვდებოდით რა სიტუაცია იყო, მაგრამ ნენო, მოდი მიყვარხარ ნენოს მეძახიან მე სახლში. მოდი გაკოცო, ჩემი საქართველო მიყვარს, ჩემი ყველა მიყვარხართ და ნუ მოკლედ ეს კაცი გამგიჟდით რა, ისეთი მასში იყო. შემოდის ექიმი და ამბობს, რომ აი ასეთ დროს უკვე ადამიანი როცა სისხლნაკლობას განიცდის და ეიფორიაშია, ზოგი მეზობელს ეჭუბება, ზოგი ოჯახის წევრს აგინებს, ზოგი აგრესიული ხდება. ამ კაცს ერთი სიტყვა ხო შეიძლება წამოწდეს რაღაცა ისეთი, არა, მიყვარხართ საქართველო, გაკოცო, მოგეფერო, აი ეს იყო სულ მაგის და რაჭაში ამბობდნენ, როგორც მოვა პირველ რიგში მშობლების საფლავს მოინახულებს ხოლმეო. დიახ, გამორჩეული შვილიც იყო. ხო, აი ბევრი რამ ეხლა ეკლესიურად სხვანაირად მოგვიწოდება, სხვანაირად გავაკეთოთ, მაგრამ მე ისიც მინდა თვითონ რასაც აკეთებ და მშობლებისთვის ისიც გავაკეთოთ ჩემი ძმისთვის და რა ვიცი, ვცდილობთ რაღაცას, არ ვიცი ეხლა სად ვართ, რა გზომილებაში რა ხდება. როგორ ვართ, მაგრამ მაინც ტრადიციასაც ვიცავთ და ეკლესიასაც ვემორჩილებით და თუ რამე შეგვიძლია. გამორჩეული კინოროლები აქვს ყველა ძალიან კარგი შემსრულებელი იყო, საკმაოდ ნიჭიერი. თვითონ რომელს გამოარჩევდა ყველაზე მეტად, რომელი როლი მოწოდა? კოტორაშვილი ძალიან უყვარდა და არ მის ხასიათს რომელი ესადაგებოდა? ხო, ნათია მიხა ძალიან უყვარდა, მიხა და კოტორაშვილი და ნათია ამირეჯიბის შეფასე და არ დამავიწყდება მე. ნუ გამიხარდა თავისთავად, როცა მოვისმინე, რომ ზურა კოტორაშვილში რომ მიდისო და ყვავილები რო აქვს ზურგს უკანო ზურგით მეტყველებს უკვე გასაგებია ამხელა ვაშკაცი რა დღეშია როგორ უჭირს და რა მდგომა ის ზურგით ხო ზურგით მეტყველებს და ზურგით გამოხატავს იმ სათქმეს რაც მსახიობმა ალბათ თვალი სახით ყოველ შემთხვევაში უნდა გვაჩვენოს. სხვადასხვა კოტორაშვილს ის წყალში რო ვარდება იმ სცენას იღებდნენ გვიან შემოდგომაზე. და ისეთი გაყენული მოდიოდა ხოლმე სახლში, გალურჯებული. ამსველი ტყაპუჭით. ხო, ამსველი ტყაპუჭით. გვიან შემოდგომაზე რატომღაც ესე მოუწიათ გვიან გადაღება და ქალაქი ანარაზე, ქალაქი ანარას გადაღების დროს სხვადასხვა ყოველ იმაზე რა ქვია, გადაღების დაწყების წინ მოდიოდა კინოსტუდიიდან ერთ-ერთი და მიქონდა სახლში, მქონდა არაჩვეულებრივი კარგი ღვინო და შვენივრად იმ ღვინით ნატურალურ მდგომარეობაში იღებდნენ ხალისიანად ქალაქი ანარას. ბატონეზოს კი აბრაზებდნენ ალბათ შიგადაში. აი ეს გახსენება ნუ არასოდეს არ დამავიწყდება. წკიპუტებისთვის ეძებდა ბატონი ჯეზო ესაძე მზურას. და ნუ მოვიდა ერთხელ არ არის მოვიდა მეორე დარეკა ერთხელ დარეკა და ერთ მშვენიერ დღესაც ძალიან გაბრაზებით შემოდის ბატონი ჯეზო ჯდება სახლში
ფეხს არ მოვიცული აქედან როცა იქნება ხომოვა სახლშიო ბატონო რეზო დიდი მადლობა ისეთი ლამაზი ისეთი კარგი საღამო აი არ დამავიწყდა საღამო არ ღამე გამოგვივიდა იმიტომ რომ ჩემი ძმა ძალიან გვიან მოვიდა და ბატონო რეზო რა თქმა უნდა ფეხი არ მოიცვალა ბატონმა რეზო მაგრამ სამაგედროთ ოჯახი ისეთი ბედნიერები უსმენდით და ისეთი კარგი საღამო და ღამე გამოგვივიდა მშვენიერი კარგი ალბათ ეს ძალიან დიდი ბედნიერება იყო მასთან გატარებული დღეები საღამოები სხვა შორის რა თქმა უნდა ის ასეთი ოჯახის წევრის ყოფნა საერთოდ სახლში თავისთავად მართლა დღესასწაულია აი ღამეს ვათენებდით იმისიც კი არ მინდოდა სამზარეულოში გავსულიყავი ჩემი ძმა რომ მოვიდოდა ჩემთან თავის მეგობრებთან სახეობებთან რა თქმა უნდა მწერლებთან და არაერთ სახელოვან ხელოვანთან ერთად ისიც კი არ მინდოდა სამზარეულოში გავსულიყავი არც ამათ ჰქონდათ პრეტენზია ღვინო ყველი პური ხომედოთ და უკვე ისეთი საუბრები მიდიოდა და ისეთ თემაზე და იმდენი რა გითხრათ პრობლემა განიხილებოდა იმდენი სასიამოვნო რაღაც მოდიოდა ამათგან რომ ჩვენ აი ესე ვისხედით და ვუსმენდით გავუთავებთ არ მოდიოდა არც ძინი სამშობლოს სიყვარული აი ყველაფერი ეს იცი აი რაღაცა სპექტაკლივით მე მაგალითად ჯდარიყავი და მეყურებია ისე როგორც სპექტაკლს ეხლა რა ჯობდა თენგუ არჩვაძის ლექსის მოსმენას აი რა ვიცი რომელი ერთი თქვა ყველანი ნუ აი ესეთ და ისეთი კარგი ისეთი არ ხრევობდნენ ისინი კეიფობდნენ და აი ეს კეიფი და ჭიქაღვინო ჭირდებოდათ იმათ რომ ერთმანეთს ჩახუტებოდნენ მოფერებოდნენ ემღერად ლექსიე თქვა აი რაღაცა გულში ჩაგუბებული რაღაცა ისეთი ლამაზები იყვნენ ისეთი კარგები ისეთი ლაღები მე მართლა ნუ ეს ძალიან არა ერთხელ ითქვა რომ ქართული სუფრა მართლა აკადემია აი მე შემიძლია თამამად ვთქვა ის სუფრები რაც ჩემ ოჯახში იშლებოდა და ჩემი ძმა და იმის მეგობრები სქეიფი ერქვა ეს იყო აკადემია იმიტომ რომ ჩვენ გავიზარდეთ ამ აკადემიას აი წყალობით და ვისწავლეთ არ ვიცი ახლა მე არ ვამბობ მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიყვარული ვისწავლეთ მოფერება ვისწავლეთ ქართული ხალხური სიმღერა ვისწავლეთ ქართული ხალხური ლექსი ვისწავლეთ აი ყველა და ყველაფერი რაც შეიძლება და აი რითიც ეფერები საქართველოს და რითიც გიყვარ შენი ქვეყანა ჩვენ ეს ყველაფერი აი იმ სუფრაზე ვისწავლეთ და ყველა ეს ჩემმა ძმამ და ჩემი ძმის მეგობრებმა იმათ დაგვანახეს იცი და იმათ ჩადეს ეს კოდი ჩვენში და ეს იყო ულამაზესი სანახაობა ბატონი კოტე დაუშვილი ბატონი დოდო აბაში ძერ ვაიმე რა ხა ჩამოთვას ვერ დავიწყებ იმიტომ რომ მანებრად არ ვიცი შოთა მანადა და ის ყოველდღიურად ამას პატრონობდა და ელოლიავებოდა და მისი ინტერვიუები თუ საქართველოს დაცვით იწყებოდა და მთავრდებოდა ყოველთვის იყო რაღაც უძლიერესი ფრაზა გაშფერებული და ისეთი რამ სულიერად რო გაგზრდი და მართლაც და ისწავლიდი ძალიან დასანანია როდესაც უკვე წარსულში ვსაუბრობთ მაგრამ ალბათ მოგონებებში ბევრი რამე ეს აისახება დაიწერება საუკეთესო დასრულებდა სიმღერასაც ლექსის ხმელიც საუკეთესო იყო და როგორ დაიწყო მის სამსახიობო კარიერა არაპირებდა ფილოლოგობას აპირებდა ვინ აღმოაჩინა თავდაპირველად ბატონმა აკაკი ხორავამ და როგორ გაიკლია გზადი ტექნიკურ უნივერსიტეტში უნდა ჩაებარებია მან შეტანილი ქონდა საბუთები ხო შეტანილი ქონდა საბუთები და რუსთაველზე ქუჩაში რაღაც ნაცნობთან ერთად ეს ბევრჯერ აქვს მოყოლილი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რაღაც აი ძალიან უზრდელათო თვითონ ასე ხსნის თავის გაცინებას ასე ხსნიდა გავიცინევ აჰა რაღაც ესე და უცებ მითხრესო რომ იქ აკაკი ხორავა დგას და გეძახისო და ნუ დავპატარებდიო უცებ რომ მეთქვი ალბათ შენიშნავს მომცევს რომ ну რაღაცა ვინახარ ესეთი უზრდელი და ესე რატო იცინი და მივედიო ისე ამ მოწურული და დაპატარავებულიო და მითხრაო რომ ვინახარო საიდან ჩამოხვედიო რა გეგმები გაქვსო რაღაც და მოკლედ გამოატანინა საბუთები ბატონმა აკაკიმ და შეატანინა თეატრალურ ინსტიტუტში და ცხოვრობდა როგორ იცით ლექციაზე ან კაბინეტში რო შეუყოფდა ესე კარებს გაუღებდა და ფული მინდა რო ეთყოდა აი იმდენად პატრონობდა ბატონი აკაკი მეორე მამა იყო თბილისში ნამდვილად ეს მთელმა ოჯახმა ვიცოდით და ჯიბეში ისა ჩაყავიო ხელიო კოსტუმის ჯიბეში და რამდენიც გინდა იმდენი ამოიღეო მეტი არ მოაყოლო და მე მოკლედ აკაკი ხორავასთან მიმართებაში
გარეში რეკავდა თურმე, გარეში ფარეხში. და აკაკის ხმით იბარებდა აკაკის მძღოლს, ბატონი აკაკის მძღოლს მაპატიეთ და მძღოლი რა თქმა უნდა გამოდიოდა და ხდებოდა ჩემი ძმა და რაღაცნაირად აკაკი გამომაგრისა მითხრაო რომ სადღაცო წაიყვანეო, წამოიყვანეო და მე ის თვითონ ბატონი აკაკი ეძებდა და მოკლედ ძალიან ესეთი ბევრი თავგადასავლები ქონდა ზურას ბატონი აკაკის ამ მიმართებაში. მე ქუთაისში ბატონი აკაკის სურვილით წავიდა ბატონი აკაკი ვასაძე იყო იქ და მე იმას განდობ შენ და მე მინდა რომ შენ იმის სკოლა გაიარო და ბატონი აკაკი ვასაძესთან იყო ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში იქ დაიწყო მოღვაწეობა. მე ბატონმა მერაბ კოკოჩაშვილმა აღმოაჩინა და წამოიყვანა მიხაზე და მე უკვე დარჩა კინოში. საკმაოდ წარმატებული და იღბლიანი იყო. ხო, კი, სხვათა შორის ერთი გამოჩენით აი ამ მიხას მერე უკვე საკმაოდ ბევრი შეთავაზებები ქონდა ფილმზე და მერე აღარ მე ერთი ხუმრობაც მაგონდება. ზურას არ შეეძლო ჩურჩულიო და ერთხელ თხოვეო რაღაც ისეთი იყო, სათქმელი და ისე უმარხიანად თქო, მაინც ყველამ გაიგონაო, ძალიან ისეთი ხმამაღალი და გულიდან ამოსული იყო თითეული მისი სიტყვა და არ შეეძლო ეს იდუმალება, რაღაც საიდუმლო სტარება. არ არის. გულში ვერ დაიტევდა. ჩვენთან კიდე ისევ იმ ძნელბედომი ჟამს, როცა არაფერი არ იყო და რაღაცა პრობლემები ჰქონდა. ყველა ჩვენთანგანს მოვიდოდა ეზოში და ლიფტი რო არ იყო ჩვენ მერვე სართულზე ვცხოვრობთ, ეზარებოდა ულიფტოთ ამოსვა და ეზოში დადგებოდა და ნენო ყველას გასაგონა. რა თქმა უნდა ხო მთელი კორპუსი ესმოდა ხანდამლა მოლაპარაკე არ იყო. ხო არ აქვს შიათ, ხო არ აქვს წყურიათ, ხო არ რამე. ჩვენ დავწერა არაზორი, კარგი, მაშინ წავალ. არა, ხო არ აქვს შიათ ხო რა გცივად ეს იყო მისი არა წავიდო გამშო და ვიდეო და ბედნიერი ახლა ვაშკაცობა დიახ ეს იგი ატარო ყველას დარდი შენიანების მოყვასი სამშობლოსი მართლაც გამორჩეული იყო ძალიან და ალბათ არ დაინება სალაპარაკო ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება და ყველაზე მთავარი ისე თქმაც გსურთ არა მე ისეთი არაფერი უბრალოდ სადრინდელი ამბავი იყო ძალიან სუფრასთან მხედვართ სადღაც და ვიღაც შემოვიდა ნუ რომელმაც ძალიან ისეთი დისონანსი შეიტანა ამ სუფრაზე რა რაღაცა ჭირვეულობს არ ჩერდება კარგით რა მეუთხარი ნუ ამას სანამდე უნდა ეფეროთ არა ნენო ეს მირჩევნია ყველა სხვა დანარჩენს ეს ქართველი არ დაკავწეს მე რა ზოგი ისეთები ვარ ზოგი აი ეს იყო მაგის დევიზი ეს ქართველია და ის იყო ვაშკაცობის და ადამიანობის ხატი ნამდვილად და მე მახსენდება უნებლიეთ ჩემო საყვარელმა ლექტორმა უნივერსიტეტში ლექციის დროს ასეთი ნიშანდობლივი კითხვა დაასვა გრივენ ფარულავამ ამ რამდენიმე წლის წინ როდესაც ეს არეულობები დაიწყო უკვე საქართველოში დარბაისლობამ ხომ არ გააბიჯა საქართველოდან ღმერთთან უკნას კარგი ადამიანები მიდიან მაგრამ მათი ადგილი სხვებმა უნდა დაიკავონ და სხვების გამოჩენას ველოდებით სხვა ასეთებს როგორიც იყო ზურა როგორიც იყო თქვენი წინაპრები თქვენი ოჯახის წევრები და ის ქართველები რომლებსაც ხშირად ვიხსენებთ და კვლავ გავიხსენებთ ჩემი გადაცემის სტუმრები მზადდებოდნენ შესანიშნავი დარბაისელი ქალბატონები ნელი ქაფიანიძე და მარინა ქაფიანიძე მე უძღვებოდი გადაცემას ლალი ბარძიმაშვილი გემშვიდობებით ნახვამდის შუადღე მშვიდობისა